ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს საზოგადოება მიცვალებულთა სულებს იხსენებს. დღეს გარდაცვლილთა საფლავებთან შეკრებილებმა მიცვალებულების სახელზე სანთლები დაანთეს, მოსახსენებელი ლოცვები წაიკითხეს და საფლავები ყვავილებით შეამკეს. ქრისტე აღსდგა მართლმადიდებლებმა გარდაცვლილებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ახარეს და სულის შესანიშნავი დალიეს. ტრადიციისამებრ საფლავები სასულიერო პირებმა აკურთხეს. ფერიის სასაფლაო აქვე მოქმედი სამების ტაძრის მღვდელმა მამა თევდორე ახალაძემ აკურთხა. სასულიერო პირმა აქვე აღნიშნა, რომ მართლმადიდებლური ტრადიციის მიხედვით მორწმუნეები საფლავებს ბრწყინვალე შვიდეულის დასაწყისში სტუმრობენ. სამების ეკლესიაში მიცვალებულთა სულის მოსახსენებელი პარაკლისიც გადაიხადეს და სხვადასხვა საგალობელი შეასრულეს. ყველანი ვიკრიბებით საფლავებზე, ჩვენ მიცვალებულებს ვაკითხავთ სასაფლაოზე. რამე თუ ისინი ხარობენ დღესასწაულს ულოცავთ მას, ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს. რამე თუ ისინი არიან უფალთან ეხლა დღევანდელ დღეს ხარობენ და ჩვენს ულოცავთ მათ დღევანდელ დღეს. ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს და მთლიანად საქართველოს მიულოცავ ქრისტე აღსდგა. დღევანდელ დღეს ულოცავ ყველას ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. ყველა მის მიცვალებულს დღეს ეფერება, ევლება თავს. მე ჩემ წინაპრებს რით შემეძლო აგერ კვერცხებით შევღებეთ, პასხა მოვიტანეთ. კვირა ცხოველობის კვირას ეძახიან, ანუ აღდგომის ტოლფასი კვირა არის. აი ამ კვირაში ხდება ეგრეთ საფლავების მონახულება, მილოცვა ჩვენს მიცვალებულებზე, ანუ იმ ადამიანებზე, ვინც მეორე წუთის სოფელში არიან, იმათთვის ხდება მილოცვა, კვერცხის გამოტანას, პასკის, სანთლის დანთება საფლავზე და თქმა ქრისტე აღსდგა. დღევანდელი დღე არის მონახულება საფლავისა, გუშინ არავინ არ იყო. და რამდენიმე იყო მხოლოდ შემოსული, ესეც გავაბრუნე და აუხსენეთ, რომ არ შეიძლება კვირა აღდგომა დღეს საფლავზე მოსვლა, იმიტომ რომ მაცხოვარი უნდა გვწამდეს, რომ ამ მსგარი არის და თავისთავად საფლავების გახსნილია და მიცვალებული არ არის.